სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საბერძნეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი ეწვია, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა. საუბარი საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსს შეეხო. რექტორმა უნივერსიტეტის პირობებში სწორად გამოყენებულ აკადემიურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ აუცილებელია კონფლიქტების დარეგულირების ერთიანი კონცეფცია და სხვადასხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა. საბერძნეთის ელჩი დადებითად შეხვდა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ახალ ინიციატივას საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ. აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა თემისადმი შედეგის მომცემი უნდა იყოს. კარაბალისმა ყურადღება გაამახვილა საბერძნეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის კუთხით. საბერძნეთის ელჩი, რომლისადმიდაც მე განვეწყვე ძალიან დიდი პატივისცემით. ადამიანურად მე მასში დავინახე სურვილი და დავინახე ინტერესი და გარკვეულწილად დავინახე რაღაცა სიახლე ჩვენს ხედვებში. და მან აბსოლუტურად გაიზიარა და გამოთქვა ასევე სურვილი, რომ ჩაერთოს პროცესში. ვერანაირი დაბრუნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ვერ მოხდება ერთმანეთის დაბრუნების გარეშე, დობის აღდგენის გარეშე. და ყველაზე დიდი რესურსი ამ მიმართულებით აქვს თაობას, რომელიც არის ახალგაზრდა, რომელიც არის ჯანსაღი, რომელიც არის მართალი, რომელიც არის სუფთა, წარსულის წინაშეც, სინდისის წინაშეც და სამშობლოს წინაშეც. პირველად მოვისმინე ასეთი საინტერესო იდეა საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ. დიდი გამბედაობა სჭირდება წამოიწყო მსგავსი ინიციატივა. ეს შეხვედრა იყო უაღრესად ინფორმაციული და საინტერესო. იმედი მაქვს, რომ საბერძნეთის საელჩო საუნივერსიტეტო დიპლომატიის რეალიზებაში აუცილებლად ჩაერთვება. საბერძნეთის ელჩი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიება დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა საბერძნეთის ელჩთან. ისაუბრა სოხუმის უნივერსიტეტის როლზე. ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების ერთიანი გეგმის შექმნაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საბერძნეთის საელჩო თანაბარ მონაწილეობას მიიღებენ.